ამ წუთებში ბათუმში ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე წინა სასამართლოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით სოლიდარობის აქცია გაიმართა. სასამართლო პროცესს მედიის წარმომადგენლებთან ერთად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებიან. მზია ამაღლობელი არ ეთანხმება ბრალს და თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს. ასევე სჯერა, რომ საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას შეძლებს. თემაზე ჩვენი ჟურნალისტი მერაბ წოლუკიძე მუშაობს. სულ რამდენიმე წუთის წინ გავიდა მოსამართლე ვიქტორ მეტრეველი სათათბირო ოთახში 3 საათს გაგრძელდა წინა სასამართლოს სხდომა. ამ სხდომაზე როგორც წესი განიხილავენ მტკიცებულებათა დასაშვებობას. დაცვის მხარე მოითხოვს საერთოდ შეწყდეს მზია ამაღლობელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა და გაუქმდეს პრაქტიკულად ყველა ის მტკიცებულება იქნას დაუშვებლად ცნობილი, რომელიც წარმოადგინა პროკურატურამ. დაცვის მხარის არგუმენტებით ეს მტკიცებულებები პრაქტიკულად ეყრდნობა მხოლოდ სამართალდამცავების ჩვენებებს და მათ პატაკებს, ამიტომ ის არ შეიძლება გახდეს სისხლის სამართლებრივი დევნის გაგრძელების საფუძველი. პროცესს ესწრება თავად მზია ამაღლობელიც. მზია ამაღლობელმა განაცხადა, რომ ის თავს დამნაშავედ არ გრძნობს. აქვე უნდა ვთქვათ, რომ სასამართლო დარბაზში პრაქტიკულად ხმა არის, მის ძალიან რთულია გაიგო დეტალები, მით უმეტეს იმ იურიდიული ტერმინოლოგიის, რომელსაც იყენებენ ხოლმე როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე სასამართლო პროცესზე. არის მოდამ მზია ამაღლობელის ხმა და მან თავისი მიმართვა, ასე ვთქვათ, სასამართლოდან წერილობით გაავრცელა. იგი ამ შინაარსისაა, არა და არ ვეთანხმები ბრალს, უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს. საბედნიეროდ ჩვენ სამშობლოში დიქტატურამ საბოლოოდ ფეხი ვერ მოიკიდა, ამიტომ ჯერა მეც და სინდისის პატიმრებით შევძლებთ ჩვენი უდანაშაულობის დამტკიცებას. პაექრობა, როგორც გითხარით, გაგრძელდა 3 საათს. 3 წუთებში მოსამართლე სათათბიროდ არის გასული. ნახოთ, რამდენ ხანში დაბრუნდება ვიქტორ მეტრეველი და რა გადაწყვეტილებას მიიღებს იგი. გასაგებია ეს მოწარდენი ბრალდება კაბატონოსია. გასაგებია და საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მხრიდან, პოლიტიკურ სხვა თანამდებობის პირების მხრიდან, ერთ-ერთი დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან. ხომ არ გქონია ადგილი წამებას არაადამიანურ დამამცირებელ ან ისევე შემოხმარებას. Şimdi davranıştan şeyden korkuyorlar. Zinamda esifat şobat oteli davran aradığımızda buluşmada amazı yapsa. 2025 წლის 15 თებერვლის ატაკი გურიის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის ოპერატიული სამმართველოს დეტექტივმა ვლადიმერ ჩიტაიამ გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს სერგი ჟენს მიეწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მზია ამაღლობელს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი პოლიციაზე თავდასხმა, რის შესახებაც მობილური ტელეფონის საშუალებით კომუნიცირებდა მისთვის დაუდგენელ პირებთან. და აღნიშნული შესახებ ელექტრონული ინფორმაცია უნდა ინახებოდეს მზია ამაღლობელის კუთვნილ მობილურ ტელეფონში. პატაკი და გამოთქმის ოფნი არ მოიცავს რაიმე ინფორმაციას იმის შესახებ, თუ საიდანაც ვლადიმერ ჩიტაიას ინფორმაცია პოლიციაზე თავდასხმის წინასწარ დაგეგმვასთან დაკავშირებით. მიიღო ეს ინფორმაცია კონფიდენტისგან, მიიღო ანონიმური პირისგან. აი, პატაკის საერთოდ არ უთითებს ინფორმაციას იმის შესახებ, მიიღო თუ არა მას საერთოდ ეს ინფორმაცია ოპერატიული წყაროდან. ასევე ჩიტაია ვერ ასახავს, თუ ვისგან იღებდა ამ ინფორმაციას მზია ამაღლობელი. ზემოაღნიშნული გამოკითხვის ოფისის საფუძველზე უფროს გამოძიებელ ბატონ დარჩიას გამოცემული აქვს დადგენილება, რომლითაც ნიშნავს საინფორმაციო ტექნოლოგიურ ექსპერტიზას. და ექსპერტიზა ითხოვს მზია ამაღლობელის მობილურიდან და მასში არსებული სიმიდან გამოთხოვილი პოლიციაზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებული. აქ ის მიუთითებს კონკრეტულ თარიღებს 2025 წლის 1-12 იანვრის შუალედში მიღებული და გაგზავნილი შეტყობინებები, წაშლილი შეტყობინებები, განხორციელებული და მიღებული ზარები, არსებული კონტაქტები WhatsApp-ში, Viber-ში, Messenger-ში და კვლავ და სხვა. გამოთხოვილი ინფორმაცია მოიცავს ინფორმაციის დაუზუსტებელ ფართო წრეს, რომლის გამოთხოვა და დამუშავებას უნდა მოხდეს. ამგვარი სამართლებრივი თვითნებობა, რომელიც არ არის გაუძიებელ უფლებად, ხოლო დაუსაბუთებლად, ყოველგვარი მტკიცებითი სტანდარტის დაუცვლა და აღკვეცის მზია ამაღლობელის პირადი და პროფესიული საქმიანობის სივრცე უხეშად აღკვეცს მზია ამაღლობელის პირადი ცხოვრების და საქმიანობის უხეშად. შასეულში დაცვის მხარე შუამდგომლობს, რომ დასაკითხთა სიიდან ამორიცხოთ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სასამართლოში მოწმის სახით დასაკითხი პირი 2 არქი მოწმე ეთერ თურაძე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მიხედვით მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს
სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები. შესაბამისად, ბრალდების ხარის მიერ წარმოდგენის საქმის მასალებში უნდა იყოს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ერთ-ერთ ურაზე ფლობს საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემებს, რაც მათ მტკიცებულებებში არ მოიპოვება. საქმეში წარმოდგენილია გუგლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის აკაკი ვლადიმერ შიტაიას, რომლის ფლობს გარკვეული საქმის ინფორმაციას, რომ ტელეფონში არსებობს ჩამოწერილები, რომლებიც ადასტურებენ, რომლის ბრალდებული მარტო არ მოხდებოდა და იმასთან განსხვავებული იყო მისი ხედვა და შეთანხმებული სხვა პირებთან. ის ამ პატაკის საფუძველზე შემდეგ გამოიკითხა, ასევე საქმეში წარმოდგენილი არის დოკუმენტი, რომელთაც დადასტურებულია, რომ ჩაუტარდა ბრალდებულს პირადი შრეკა და მის პირადი შრეკის შედეგად დამღებული იყო მისი კუთვნილი ოკოს ფილმის მობილური ტელეფონი. შესაბამისად, ყველა ის მტკიცებულება, რომელიც წარმოდგენილი არის და დაკავშირებული იყო ამ შრომის მიმართვასთან სასამართლოში, რომ აუცილებელი ინფორმაციის მოპოვება საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების გადგენის მიზნით ნამდვილად ქმნიდა გასამართლებელი ვარაუდის ფანდად. სამართლო შეისწავლა ყველა ეს დოკუმენტაცია და ვინაიდან მიიჩნია, რომ არსებობდა სტანდარტი იმისთვის, რომ გასამართლოს განჩინება მობილური ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. იგი და სწორედ სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოძიებულმა მიხეილ დაცვას შემდგომში დანიშნა ექსპერტიზა და ველოდებით ექსპერტიზის პასუხს არ არსებობს ვლადიმერ ჩიტაიას პატაკის დაუშვებლად ცნობის, მისი გამოკითხვის ოქროს დაუშვებლად ცნობის, ასევე სასამართლოს განჩინების და შრომის დაუშვებლად ცნობის საფუძველი. რაც შეეხება ეთერტურაძის ქალბატონი ეთერტურაძის ამორიცხვა დასაკუთრებასიდან, ამისუსაც არ უთანხმებით, ქალბატონი ეთერტურაძე მოწვეული იყო საგამოძიებო ორგანოში, მასთან შედგენილი არის გასაუბრების ოქმი, გამოძიებას გაკეთებული აქვს ოქმი ქალბატონ ეთერტურაძესთან გასაუბრების როგორც აღმოჩნდა, გაგზავნილი აქვს მას უწევა და შესაბამისად არც ერთი გამოძიება არ გრძელდება საფუძვლის განსაკუთრების კოდექსი, რომ არ შემოყვანოს დასაკუთრების ხასიათში პირი, რომელთანაც შედგა გასაუბრების ოქმი, გაიგზავნა უწევა, მithumetes როცა ის არის ერთ-ერთი მთავარი მოწმე. მზია ამაღლებელისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რაც არ უნდა ეცადოს ბრალდება, არ იწყება და არ მთავრდება 44 წამიანი კადრით. და მხოლოდ იმ ჩვენებებით, რომ ლოყა დაუწიხვდა თურმე ჯებუაძეს. ეს ბრალდების პოზიციაა, მაგრამ ჩვენს პოზიციას რა გარემოებებზე დავაყრდებით, ეს არის ჩვენი დაცვის უფლება და კეთილი იქნებოს ბრალდებამ და გაითვალისწინოს ჩვენი დაცვის უფლება და მათ შორის სასამართლომაც რა გარემოებებზე დავაყრდნოთ ჩვენ ამ დაცვის ხაზს, როგორი იქნება ჩვენი პოზიცია და რას დავადასტურებთ. ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე მტკიცებულებათა დასაშვებობასთან დაკავშირებით, როგორც გითხარით, რამდენიმე წუთის წინ იგი სათათბირო ოთახში გავიდა, მის ამ გადაწყვეტილებას ელოდებიან ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის საფრანგეთის ელჩი, ასევე დარბაზში იმყოფებიან სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მედია მენეჯერები და ჟურნალისტები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, რომლებმაც სხდომის დაწყების წინ სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გამართეს მზია ამაღლობელის გათავისუფლებისა და სოლიდარობის მიზნით. მადლობა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე ბათუმიდან ჩვენი ჟურნალისტი მერაბ წულუკიძე საუბრობდა.